არ ვიცი თქვენ შემჩნიეთ თუ არა, მაგრამ წელს ბევრი ფერმერის ბაღში პომიდორები არც თუ ისე ჯანსაღად გამოიყურება. დღეს ამ ვიდეოში გასწავლი, როგორ მოუვარო პომიდორს და არა მარტო პომიდორს, ისე რომ მიიღო კარგი მოსავალი. თუ თქვენი პომიდორი ჯერ პატარაა, ქვედა ფოთლების მოცლა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან პომიდორი უკვე ძალიან გაზრდილია, არ ვაშორებთ ფოთლებს, არ ვაგლეჯავთ ქვედა ფოთლებს, რომ ცენტრალური ღერო არ დავაზიანოთ. შემდეგი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის ნამხრევის შეცლა. ნამხრევი ვიცით, რომ ეს არის ფოთოლს და ღეროს შორის ამოსული ახალი ღერო, რომელიც ზედმეტია მცენარეში. ამას სჭირდება დამატებითი საკვები ნივთიერებები და ჩვენს პომიდორს რომ არ დავაკლოთ, ამიტომ აი ეს ნამხრევები აუცილებლად ზედმეტიან და უნდა მოვაშოროთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ეს არის ძირების შემოთოხნა, რომ ფესვთა სისტემა მარტივად ისუნთქოს, დატკეპნენ მიწაში, ფესვი მარტივად ვერ ისუნთქებს და ვერ განვითარდება. ასევე მნიშვნელოვანია ბალახის შეცლა ძირების გარშემო დაახლოებით მინიმუმ 30 სანტიმეტრის დიამეტრზე. ვიცით, რომ ბალახსაც სჭირდება საკვები ნივთიერებები და ტყუილად რომ ამ ბალახმა არ წაიღოს ეს საკვები ნივთიერებები, აუცილებელია რომ ეს ბალახიც მოვაშოროთ. მეოთხე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის მორწყვა და აუცილებელია ვიცოდეთ სწორად მორწყვა. მცენარეს სჭირდება თანაბარი მორწყვა. მაგალითად, ერთ დღეს თუ ძალიან ღრმად და ბევრს მოვწყავთ და შემდეგ 3 დღის განმავლობაში საერთოდ არ მოვწყავთ, ეს მცენარისთვის ერთგვარი სტრესი იქნება. აუცილებელია თანაბარი რწყვები და აუცილებელია დავიცვათ დრო, ეს უნდა მოხდეს დილით ადრე და ან საღამოს უკვე როცა მზე თითქმის გადასულია. ასევე, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად სადაც ძალიან ბევრ ყვავილს დავინახავ, არ მინანება და რამდენიმე ყვავილს ვაშორებ ხოლმე. მირჩევია იყოს ცოტა ყვავილი და ერთმა ღერომ ჯანსაღად გაზარდოს. როგორც ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნე, წელს პომიდორებს საკმაოდ უჭირს. ხშირად დაავადებები იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა მხოლოდ ბიოლოგიურმა საშუალებებმა არ უშველოს და საჭიროებდეს შესაბამის ინსექტიციდების გამოყენებას. კონკრეტულად კი, მაგალითად, ბუგრზე, ტკიპაზე და ასე შემდეგ, რომელ დაავადებებზე რა პრეპარატების გამოყენება შეგიძლიათ, ძალიან გრძელი ვიდეო რო არ გამომივიდეს, შემდეგ ვიდეოებში გეტყვით ზუსტად. ამიტომ გამოიწერეთ შეფეგოდი, რომ შემდეგი ეს საინტერესო ვიდეოები არ გამოგრჩეთ და მადლობა თუ ბოლომდე მიყურეთ.